მოგესალმებით. ვაგრძელებთ ვიდეოების სერიას პროგრამირების შესახებ. და ნუ წინა ვიდეოში სადაც გავჩერდით, ესე ვთქვათ, რაც მოგცა ენიშნა საიტმა იმას დაკავშირებით, რომ ზუსტად არ ემთხვეოდა ჩვენ დაწყებული კოდი. ვერსიას მოდი მივუბრუნდეთ და შევასწოროთ. ნუ ეს არის მარცხნივ ჩვენი გაკეთებული და მარჯვენა მხარეს უნდა გავდის, მარჯვენა მხარეს უნდა გავდის და როგორც წინა ვიდეოში აღნიშნე, ფონტის გამო არის და როდესაც ფაილში დავბრუნდებით, აქ ჩვენ რაღაც დამატებითი ფონტი არა გვაქვს შემოტანილი და Figma ფაილის გახსნილი მაქვს. აქ თუ დავჭირდა, მოკლედ ფონტი როგორ უნდა ვნახოთ, ერთი შეიძლება რომ Figma-ში აქვს სადმე ეწეროს Ozdauria zoma fontis. Da scale esa poltia. Outfit. აგერწერია poldia კი ბატონო და outfit. Disk poldia კი ბატონო. ხა როგორ შემოვიტანოთ ეს ფონტი, რაც არის აქ გამოყენებული. გადმოწერილი ფაილში, ფაილებში, რომელსაც Proton Mentor-ი გვთავაზობს. დაგვხვდება ესეთი სტილების გაიდი. აი ფაილების ჩამონათვალში. ამ სტილების ფაილში გადავართ და აქ არის აღნიშნული რა ფერებია გამოყენებული, რა რეზოლუციები და რაღაცებს რა სიხელის მოკლედ დიზაინის მხრივ რაღაცა მინიშნებებია დამატებითი. და აქ ფონტის განყოფილება არის, სადაც წერია რომელი ფონტია გამოყენებული. ტონა 400 და 700, ანუ 700-ია ის ზედა, რომელიც სკელია და ცოტა მუქია, ტონა იგულისხმება weight-ში, ნახავთ როგორ იწერება და 400-ია რეგულარული. აი ლინკი გვაქვს, დავატოვით ლინკს, გადავიდეთ და აი Google-ის საიტზე გადავდივართ. Google Fonts არის ესეთ საიტი, სადაც ფონტებია, რომელსაც ვებში ვიყენებთ ხოლმე განთავსებული და აი აქ არის outfit-ზე გადავიდა პირდაპირ. Get Fonts დავატოვით და აქ გამოგვიჩნდება ესეთი რაღაცა გადმოწერა და კოდის ჩასმა. Get Codes დავატოვით ჩვენ და ორ ვარიანტს ვთავაზობთ. ერთი არის ლინკით შემოტანა, HTML-ში შედის. და ნუ ჩვენ ამ შემთხვევაში მეორეს ავიჩევთ იმპორტით. აქ style tag შორის ასაც გვიჩვენებს, მაგას დავიღე. და შევიტანთ CSS-ის ფაილში სულ დასაწყისში. დავსვამთ და ჩვენი ფონტი უკვე შემოტანილი. გარდა იმისა, რომ ამ შემოგვაქვს style tag-ში, იმიტომ რომ HTML-ში style tag-ში იწერება სტილები, ნახეთ, მაგრამ დავშალეთ წინა ვიდეოებში. ამ შემთხვევაში მოკლედ შიგნით რაც არის სტაილებს შორის მოქცეული, იმას დავაკოპირებთ და ჩავსვათ დასაწყისში. ბატონო, აქ გვთავაზობს როგორ უნდა გამოვიყენოთ, ესე რომ ვთქვათ, font family უნდა დავუწეროთ აი ეს. უნდა დავუწერო. ეს რაღაც მეორე ფონტიც მაქვს მემონიშნული. ეს არის მითხრა, თავიდან ავიღოთ იმპორტი. იმიტომ რომ ძველი არჩეული ფონტი იყო ჩარჩენილი სხვა პროექტიდან. და ორივე ფონტი შემომატანია ამ შემთხვევაში, რადგანაც წინაც მქონდა აღნიშნული. მარტო outfit-ი შემოვიტანოთ. და აქ უკვე font family-ზე სწორად გვიწევს outfit-ს გამოყენებას. ესეც წავიღოთ და ორი ტექსტი რაც გვაქვს. დავუბრუნდეთ ჩვენ HTML-ს, სადაც გვაქვს ეს ორი ტექსტი, ერთი არის title, მეორე description-ი. Title-ის class, სადაც გვიწერია, დავუწეროთ font family, დავუწეროთ font weight-ი, ანუ სისქე, რაც იყო, bold-ი. ნახოთ ვიზუალურად როგორ არის გაშვებული გვაქვს საიტი. ნუ ეხლა შედარებით ემთხვევა იმას, მაგრამ რაღაც დაშორება თითქოს ბევრი აქვს ერთმანეთთან. ეხლა როგორ უნდა ვამოწმოთ სტილებზე აი რაღაცეები. შევდივართ inspect-ში, მარჯვენა კოსს ვაწევით და დავლა inspect-ში შევართ. და აქ უკვე ხედავთ ელემენტებს შორის რამდენი სივრცეა და მსგავსი რაღაცეები. აქ margin top-ი აქვს, ამას ალბათ
ხო, მიცემული. 40 პიქსელი. 40 პიქსელია, ეხა იქ დავიჯერო. 24 უნდა ეწევ. მოიცა. კონტექსტზე ხო არ ეჭირებობით. ну, მაინც 24 პიქსელი უნდა ეწევს. კი არ არის. პიქსელი ფოლდი. ეხლა ემთხვა ის რაც უნდა ყოფილიყო. ქვედაზე წესით 40 იქნება პიქსელები. ისა 400 იქნება weight-ი, ფონტი იგივეა. შევხედოთ ცოტა ფერიც აქ ამას მიცემული და ფერებიც უნდა შევსამამო, თუ არ არის შესაბამისებული, შესაბამისად არ არის. კარგი, აქ ამას კიდევ ის დაჭირდება spacing-ი სავარაუდოდ. ვაჭროთ. letter spacing-ი აქ 0.19 15-იანი ფონტი ყოფილა. 15-იანი კი ვარ. spacing-ი ვხედოთ 32. ადი აქ 10 პიქსელი. ბატონო, უნდა მოვუმატოთ. მარჯინი უნდა დავწეროთ, მაგრამ რადგან მარცხნიდან და მარჯვნიდან გვინდა მხოლოდ დავწერთ ჯერ 0 პიქსელს, იმიტომ ზემოდან ქვემოდან არ არის საჭირო და 16 პიქსელს დავწერთ მარცხნიდან მარჯვნიდან რაც იქნება. ანუ პირველი მონაცემი იქნება ზემოდან ქვემოდან დაშორება, მეორე მონაცემი იქნება მარცხნიდან მარჯვნიდან დაშორება. კი ბატონო, ეხა მარჯინ ტოპი დასწორებელი, რადგან აქ ეხლა აქ რა მოხდა? ანუ ზედა დაშორება რატო დაკარგა? მარჯინ ტოპი გვიწერია დასაწყისში, რომელიც 16 პიქსელია. შემდეგ თუ დაბლა მარჯინი დავწერით, კიდე ძველი სტილი გავაუქმა ის დაწერილი და შესაბამისად დაშორება აღარ გააკეთა. ამიტომ ამის დაბლა ჩამოვიდან, რომ ჯერ ეს წაიკითხოს და შემდეგ ეს. და ეხლა ისევე იქნება დაშორება. ცოტა მკრალად უნდა იყოს ეს ასევე. ერი და ნახოთ. ეს ფონდი. კოლორი. დავაკოპიოთ რასაც ინციზი უნდა აუცილებლად. ეხლა უკვე შესაძლოა იმას რაც აიქ ფიგმაში ვიხედებთ. ამათ ცოტა ეფექტი აქვს რაღაცა shadow აქვს. outro. Oli 4 პიქსელი, 4 პიქსელი. აი, დაბოთ. ელი. გადოთ ნუ თუ არ გაამართლა. არ გვაძლევს ზუსტად იმას. ამასე არა ზედაც უნდა დავენდო.
ძალიან არის. აქ არა ძალიან დავაკი. რადგან მთლიანად გარედან გავუკეთებს და არ გამოდგება. ნუ ტექსტია, მაგრამ აშკარად პიქსელები არ არის. იმიდან პირად არ გვიჩვენებს. ნუ პასო ვერზიაზე ხა ფასიანი ოქონდეს უნდა გვიჩვენებთ. მეტად. აი, მოდი შადოუ ცოტა ხანი მოვსვათ თუ რაღაცა კიდე გავაფრთხილე მე ვიწვალოთ. კარგი. მოკლედ ეს არის, ნახოთ ახლა ავდითოთ და შევადაროთ. ისევე დაგვიძერს თუ არა ხარვეზი გვაქვს. გავიხსენოთ რომ პროექტი რო ავიტანოთ GitHub-ზე, რაც წინა ვიდეოებში ვისწავლეთ. და დავწეროთ ჯერ git edi, შემდეგ git commit, rm და ჩავწეროთ ტექსტი. import დავწეროთ მაგალითად ფონტები შემოვიტანოთ და დავფუშოთ ჩვენი პროექტი. ნუ ერთხელ უკვე დაფუშული გვაქვს და მეორედ აღარ მოგთხოვს. ამიტომ ანუ აღარ მოგთხოვს git push origins დაწერას, რაც წინა ვიდეოებში ვისწავლეთ. პირდაპირ მხოლოდ git push-ით აიტვირთებთ უკვე პროექტი. შეგვიძლია შევიდეთ GitHub-ზე და შევამოწმოთ რომ განახლა ჩვენი პროექტი. აი და საჭიში და მართალია. აი, როდესაც ეს გაქრება, ანუ ვიზუალიც რო განახლდება, შეგვიძლია შევამოწმოთ თვითონ ვიზუალიც რო ამდენად გამოყენებული აქვს ფონტები და შემდეგ უკვე დავუბრუნდეთ საიტს და ვნახოთ გადაგვიმოწმებს თუ არა, კიდე დაგვიძებს თუ არა შესწავლას. გასწორდა, გადავიდეთ GitHub page-ზე, დავიდეთ link-ზე. გასწორებულია, ფონტები აღარ არის ისეთი როგორც მანამდე იყო, ამიტომ ნახოთ რას დაგვიძებს. კარგი. ეს მე მგონი ველია. ჯერ ეს გავაკეთოთ. ხო, ნუ ფონტის ისა shadows ის არის, აცლენა მხოლოდ მარტო. ხო. კარგი. აბა ეხლა აქ ნახო. თავარი ლენდმარკი უნდა გქონდესო? კი ბატონო. ბატონო. კარგი. ჩავუმატოთ ეს HTML-ზე მივწეროთ. დავდივთოთ თავიდან. ეს აქ. ხო, აბა მაშინ დავუმატოთ. მოკლედ ზედანაწილი მოეწონა. მარტო აქ გვაქვს შესტო. კარგი, ას გულისხმობს. ნახოთ ხო.
მეინის გამოყენებას გთხოვს აქ და. კარგი, მაშინ ამას თივს გადავარქოთ მეინი. და შევამოწმოთ. ნუ მაინც იმუშავებს, იმიტომ რომ სტილები გვიწერია აქ. იმაზე. hardზე აქ სტილები გვიწერია. ჩვეულებრივად და არ აქვს მნიშვნელობა რომელი ელემენტიც გამოვიყენეთ, ზუსტად იგივენაირად იმუშავებს. ეხლა რო გადავიდეთ, ვიზუალი იქნება იქ. ასე რომ ვცადოთ, თუ მანამაინც იმას ვთხოვს, რომ გინდათ თუ არა main ელემენტი გამოვიყენოთ, გამოვიყენოთ. ავტვირთოთ თავიდან. git add, git commit. და დავფუძოთ ის. ეხლა რასაც ვაკეთებთ, მაინც ვიღებ, შემეძლო თქვა ეს უნდა გვეთე გამომეჭა ვიდეოდან, მაგრამ დავტოვებ, იმიტომ რომ ზოგადად რო იცით, პრაქტიკაში შეიძლება ხდება ხოლმე ესეთ რაღაცა ხოლმე, რომ კოდს როცა წერთ და ავტვირთოთ, შეიძლება ჩვენ კომპიუტერში რაღაცა ნორმალურად იქცეოდეს და სწორადაც გვეღონოს რომ მუშაობს და როდესაც პროდაქშენზე ხდება ხოლმე განახლება, იქ რაღაც ხდება შეცდომა, მე უბრუნდებით ელემენტარულ შეცდომებზეც კი ესე რამდენჯერმე გვიწევს ხოლმე დღეში 10-თა ზოგჯერ. იმიტომ ხდება ეს, რომ აი რაღა პროდაქშენზე როცა ხდება, ეხება საქმე და როცა რეალურ პროექტში ხდება საქმე, უბრალოდ დაშორებასაც, უბრალოდ რაღაცა ფონტის ცვლილებასაც, ნებისმიერ ამას დიდი ყურადღება ექცევა. იმიტომ რომ რეალური საიტია, იმას მომხმარებლები ყავს, იმას ხალხი ნახულობს და აუცილებელია სწორად მუშაობს. უბრალოდ ცვლილებაზეც კი შეიძლება წყამდაუწუ მოგიზიოს რაღაცების დატვირთვა. ხო, ნუ ეხლა გააჩნია იქ როგორი მოთხოვნა იქნება და როგორი დიზაინი გაქვს და როგორ შეესაბამება იმას თქვენი დაწერილი კოდი, მაგრამ არ არის ხოლმე ეს იშვიათი მოვლენა. კარგი, დაველოდოთ აქ რომ განაახლოს. კარგი. კარგი, დაგვიწერა მხოლოდ ერთი. ის დანარჩენი გაქრა. level 1 hit. აჰა, h-ს უნდა შეიცავდეს სავარაუდოდ. ხო, ნუ h2 გვიწერია იმას. კი ბატონო. გასაგებია, გადავარქვათ აქ h-ს და დავარქვათ h1, იმ დიდი ტექსტი რომელიც არის title. კი ბატონო, კი ბატონო. დავბრუნდეთ, ავტვირთოთ ისევე და ჩვენი სანამ დავიწყდით მუშაობას, არ ვიცი იქ დასაწყისი შეწერა თუ არა, რეიბი უნდა ესე უნდა გამოვიყენებიათ თუ არა ელემენტები, მაგრამ არა უშავს. ნუ თუ ეწერა და არ მივაქცევთ ყურადღება, ჩვენი ბრალია, თუ არა და აი ეს ბოლოში ესე იმაზე რო გთხოვთ, ცოტა გამაღიზიანებელია, მაგრამ არა უშავს. edit. კი ბატონო, ავტვირთოთ ისევე. დაველოდოთ და შევამოწმოთ, რომ დაასრულებს სატვირთვას და როდესაც უკვე დავბრუნდებით და ნახავთ, უკვე დასრულებული იქნება. აქ ერთ-ერთ ფონტებსაც ნაიმი თუ აქვს, რომ shadow-ა გამოყენებული და ცოტა სხვანაირად მოქმედებს. ხო და ნუ მოკლედ ფონტს აკლია რაღაც სტილები რა, ესე რომ ვთქვათ რა, მაგრამ ნუ პასუხი იმის ვარიანტი რა თქვათ, იქ ზუსტად არ ჩანს რეალურ პროექტზე როცა გადახვალთ. ეხლა ადრეც მახნა თქვა მის სხვა ვიდეოებში, აი ხლაც გავიმეორებ, რომ Figma-ს ფასიანი ვერსია არ იყიდოთ, არაფერში არ გჭირდებათ, ყველა არ გამოგადგებათ, ყველა გადავლეთ ფულს, არაფერში არ გამოგადგებათ და ისედაც მოახერხეთ ვარჯიშს. დანარჩენი დიზაინი როგორც ხედავთ, ზომები და რაღაცები, ყველაფერი ჯდება. მარტო ამ ტექსტების გამო არის აცდენა და უფასო ვარიანტი ძალიან რთულია ეხლა საწვეველია, რომ ვეწვალოთ ეხლა სადღაც ახევარ საჭირით შეიძლება მივაგნოთ ის რაღაც საწერია ეს სტილები და რაღაცები, მაგრამ მე არ გიჩვენეთ რომ ასე ეწვალოთ ხოლმე ასეთ განწრული დეტალებს. ნუ როცა სამსახურს დაიწყეთ და რეალ პროექტზე მუშაობთ, იქ ან სამსახურის აკაუნტი იქნება Figma სიტყვაზე ან ხელფას მოითხოვთ ისეც რომ
მე თვითონ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს რაღაცები იმაში უნდა შედიოდეს. და მოკლედ თუ აქტიურად დაგჭირდათ იქ უკვე დიზაინის გამოყენება, შესაბამისად გექნება. კარგი, შევამოწმოთ, რომ აქ უკვე აიტვირთა განახლდა. ბატონო, დავხუროთ ისენიც. აქ მენიურად არის. კარგი, დავაჭიროთ ავა კიდე და ვნახოთ. თუ დაგვიწერს. ბატონო. აჰა, H3 არ უნდა გამოიყენოთო, ერთი თუ უნდა იზრდებოდეს. სათაურებიო, ეს მოთხოვნით და არ მოწონს, იმიტომ რომ საერთოდ არ არის ეგ რა, პრაქტიკაში ეგეთი აუცილებელი, რომ თუ H1-ს იყენებ, შემდეგ ეს აუცილებლად H2 უნდა ერქვას. საერთოდ არ არის სწორი. მოკლედ H2-ად უნდა გადავაკეთოთ. ის რადგან ის H1-ია, არ შეიძლება რომ რაღაცა დიდი ნახტომი იყოს ედინგებს შორის და შემდეგი უნდა იყოს აუცილებლად H2. ბატონო, ეს ჩავასწოროთ. ხო, ეხლა რასაც ვაკეთებ, მაინც ვდებ ვიდეოს სახით, იმიტომ რომ როგორც აღნიშნე, ხშირად არის ხოლმე რომ როცა რაღაცა პროგრამას ვაკეთებ, როცა რაღაცა ინტეგრირებული გვაქვს დაიწერ, როცა რაღაცა თუნდაც ბიბლიოთეკას ვიყენებთ, რომელსაც მომავალში ვისწავლეთ რაღაცების გამოყენებას ხოლმე, თავის რაღაც სპეციფიკური მოთხოვნები აქვს და უნდა შევეგეძლოთ იმ სპეციფიკური მოთხოვნების საკითხვა, გაანალიზება, პრობლემის გადაჭრა და ასე შემდეგ. ბატონო, ავტვირთოთ თავიდან. შევამოწმოთ ისევე რომ როცა დაასრულებს და თავიდან დავაგენერირებიოთ შემოწმება. მაგრამ უცნაური ის არის, წეღან არ დამიწერა ეს შეცდომა რა, ესე რომ ვთქვა და უცნაური ანუ ერთიანად დამიწეროთ ყველა შეცდომა და ერთიანად გავასწორეთ პარემ და ერთს რო ვასწორეთ და მე ვამოწმებინეთ და კიდე ჩანს და ვამოწმეთ და კიდე ჩანს ცოტა უცნაურია. უბრალოდ აქ ალბათ ეს შეცდომა წინაზე იმიტომ არ მოაგდო რომ H2 როცა ერქვა ზედას, ამას H3 ერქვა და ერთი დონით იყო, ისედაც ცვალებადოა რა. მაგრამ ეს H1-ად გადავაკეთე და ეს H3 დარჩა, შესაბამისად მაშინ გაჩნდა ეს ერორი სავარაუდოდ ალბათ და მაგიტომ მოიქცა ეს. აი, დავუბრუნდეთ და კიდევ შევამოწმოთ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს საერთოდ არ არის მიღებული პრაქტიკა, რომ გინდა თუ არა H1-ის, მე მხოლოდ H2 უნდა გამოიყენო. არ არის არანაირი შეცდომა, შესაბამისად გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. ფერები. ეს ალბათ სვისი არის. მაგალითად ვიღაცა როცა გააგზავნებს და ასრულებს, რო შევხედოთ მის გაკეთებულ ნამუშევარს და მშვენივრად აქ გაკეთებული. ოჩხ. ну ესენიც შადოუების დასმული აქ ასე რომ მშვენივრად მუშაობს. კარგი, რამე უნდა დავუწეროთ აუცილებლად. ну აჰა, არ ვინახავთ იქ. დავუწეროთ, რომ მენიერი პროექტია. და კარგად გააკეთა. დაგვიწერა რომ ჩელენჯი შევასრულეთ, ну ეხლა დიდი ტექსტი არ დამიწერია, იქ აღწერაში უფრო დიდი ტექსტი დაუწერო, მაგრამ რეალურად ეხლა მაშინ სულ ოფლაინად უნდა შევისწავლოთ, იქ დავიდეთ, ნახოთ რა ელემენტები გაქვს გამოყენებული, ესე უბრალოდ ხარ დაუწერ ტექსტს. კომენტარს, ფიდბექს და სხვა ვიდეოში შეიძლება გადავიღო მაგაზე, მაგრამ დიდად ინტერესი არ მაქვს მაგის, იმიტომ რომ ანუ ესე ვიდეოს გადაცაღება თორე კარგი შეიძლება კი ბატონო გავაკეთო, იმიტომ რომ სასწაულად და ვიდეოსთვის საერთოდ არ არის მიზანშეწონილი ვიღაცის პროექტი ვამოწმოთ ახლა, მაგრამ რაღაც ხრი შეიძლება ინტერესი ნახავ სინჯავ და თუ ამშელო და სალაპარაკოთ. საინტერესო იქნება რომ გავარჩიოთ რაღაცა. თუნდაც მე მითევი დავუწეროთ ადამიანს. შეიძლება ვიდეოს გადავიღო მაგაც. კი ბატონო.
აი, შემდეგი ის არის ესეთი ჩვენ სასწავლო მიმდინარეობაში ფრონტ-ენდ მენტორი და როგორ მივიღოთ რაც შეიძლება მეტი ვთქვათ რესურსები როგორ შეიძლება რაც შეიძლება კარგად გამოვიყენოთ. ვიწერთ რომ გარდა იმისა რომ საიტზე ვთქვათ რაღაცებს ნახულოთ, ვიყენებთ, სწავლოთ, პროექტებია და შემდეგ ვიწერთ ასე შეგვიძლია გავწევრიანდეთ Discord-ის სერვერზე და შევერთეთ community-ს, მივიღოთ ფიდბექები, მივცეთ ადამიანებს ფიდბექი და ასე შემდეგ. მოკლედ ეს არ გვაინტერესებს, იმიტომ რომ თუ იმეს გინდათ შეგიძლიათ შემდეგ გადახვიდეთ და მოკლედ მარტივად მოიძებთ რა თუ იმეს გაქვთ ინტერესი რომ Discord-ის სერვერს შევერთეთ front-end mentor-ის მოიძებთ და კი ბატონო არ არის პრობლემა. ხო, შემდეგი უკვე მოდის კიდევ ერთი პროექტი blog preview card-ი. სამი პროექტია კიდე როგორც ჩანს, მოიცა. იდეაში შეგვიძლია სტარტს დავაჭიროთ, მაგრამ ეხლა მე რაც მაინტერესებს ჩამონათვალია. ნუ ეს პროექტის დაწყება ჯერ არ დავიწყოთ, იმიტომ რომ შემდეგ ვიდეოში დავიწყოთ ამის გაკეთებას. ას ვიდეთ get-started friend-ი მეტო. აი ეს პირველი ჩვენ რაც გქონდა რომ აი ეს ყველა ის გავიაროთ, დამწყების დონე 83%-ია მისული, და 63%-ია მისული. მეორეა, შემდეგ ჯუნიორი მოდის უკვე, advanced და მოკლედ ბევრი არის კიდევ გასავლელი, მაგრამ ამ პერიოდში სადაც 63%-ზე ვართ. და ჩენილი ხო, მოკლედ ის არის, გავიარეთ რაღაც სტატიები წინა ვიდეოებში, მე პროექტი ავაწყეთ, ესეც დავიკითხეთ Discord-ის სერვერს რომ შეგვიძლია შევერთეთ და რაღაც დამატებით NFT-ები კიდე მივიღოთ და მაგის დაბლა არის. შემდეგ ვიდეოში უკვე ამ პროექტს ავაწყოთ, ანალოგიურად შევამოწმეთ დაგვიძებს თუ არა hardware-ებს, მაქსიმალურად შევეცდეთ CSS და HTML-ზე კიდე ვისწავლებრო, ერთ ვიდეოს გადავიღეთ ასევე პროექტზე და კიდე ერთ ვიდეოს გადავიღეთ ასევე პროექტზე. ამ პროექტს როცა ავაწყოთ, შემდეგ სასწავლო იმაზე გადავდივართ, ნაბიჯზე, ესე რომ ვთქვათ. responsive-ზე და CSS-ს ცოტა უფრო მეტად გართულდება. კიდევ უფრო მეტად დეტალებზე ჩავუღმავდებით და მოკლედ იგივე პროცესი გრძელდება. მაქსიმალურად შევეცდები HTML-ს და CSS-ს ვისწავლებრო. მადლობა ყურადღებისათვის და დროებით.